დილა მშვიდობის ძვირფასება. როგორ ახართ და როგორ გიკითხოთ. ჩაები გავუმზადე ამას და მერე ადას და ჩემს თმას მივხედე. ადას კი კიდევ გავუკეთე, მაგრამ ბოლოში ნაწნავები გავუკეთე და მერე შემოვახვი, იმიტომ რომ ძალიან ეფუწება მერე თმა. ხოდა ძლივს ხსნი მერე. სავარც ხლითაც და ისედაც იმას. დედი, ნახე ჩაი ხო გაგიკეთე. ეხა კარაქსაც გიკეთე. თეთრ ჩამივარ და ისინი თვალში. წამწამი. მუხა არ არის. არ ვიცი სად არის. კაი, ეხლა მინდა მე პური რო დავიჭრა ამათ. ლობიო დავადგი. ტელეფონი სატენზე მაქვს. კიდევ კაი ეს გრძელი შნური აქ ამას კაბელი ესეთი ავარჩიე. კიდევ კარგი. ხოდა მოკეთილი ყოფილა ეს. ადა დედიკო ბევრი ის არ ჭამო, კამფეტები კაცო. ჟელატინის მსგავსია. ხოდა შოკოლადი არ არის, მაგრამ მაინც. გარედან აქვს ცოტა შოკოლადი. მოგესალმეთ, აი არ მახსოვს. მოგიკითხეთ, არ მახსოვს. როგორ ახართ და როგორ გიკითხოთ. მე მაგ სულ ვამბობ ამას და ისედაც იცით სკლეროზი რომ აქვს. ამჩნევთ ალბათ თქვენც რომ მეყურეთ. ესე არ იქნება შეუმჩნეველი ჩემი სკლეროზი. That's the worst brain one I ever seen. So this is my recommendation. აი სულ სადღაცა რომ მისასწრები გაქვს და რომ ვერ ასწრებ. თან რო ყველაფერი რო გავიწყდე. აქ მოდი. დაჯექი ეგერ ჩაი. დედი. ვინახველებს აქ? ხო შენ. მერე ჩაი ხო უნდა დალიო, ადი. პატარა ჭიქას მოგიტან დაიცადე ჩაისთვის. გეგა მოდი დედიკო შენც. Try it again.
დედიკო ნახე. ახლა უყურე. ხო, კაია. მიდი ერთად იმას ქენი, დალიე. კაი, გეგასაც უნდა პატარა ჭიქები. როგორ ვარ? რაღაცნაირად. მძიმედ. არა, ეხლა გითხოთ ფეხმძიმედ ხო არ ხარო, არ ვარ. არც ვიქნები. დედა, მე გულები. უხა მოვიდა? არა. ხანიქეთ. თითქოს და სხვაგან მივდიოდით, მაგრამ მსგავსი რამ არ არსებობს ჯერჯერობით და რატომ დამესის რომ ასეთი რაღაცა არ ვიცი. გოდე, აიღე. მეორე ნაჭერიც აიღე და ის რას მიყოფა ერთი ნაჭერი. მარტო ჩაის რო სვა. გეგა! არ მინდა იქეთ, ეხა ტელევიზორს გამოვთავ. მოდი აქეთ. გამოვთავ დედა, გამოვთავ ეხა რომ მივალ. ქართული გვაქვს ხალხოს სასწავლი. ორი თავი აქვთ თხრობით. ბევრი არ არის, იმიტომ რომ 3 დღე რო გინდა 2 დღე რო სახლში არიან. ამიტომ ბევრი არ არის შენი აზრით. ნელა, სად გეჩქარება ერთი? იმას სულ რთავთ ერთსა და იმავეს დღეში 100-ჯერ. რა ვიცი, გეტყობა რომ ჩქარო. ამან უფრო დიდხანს გაუძლოთ, 3 დღე. ის 1-2 დღეში შეჭამეს. უფრო დღე ნახევარში გამოუვიდათ. საერთოდ ეს თხილიანი როა მაგიტომ არ მინდოდა ხოლმე, მაგრამ რამდენი ხანია რო ჭამიათ. ძალიან დიდი ხანია და მაგიტომ. ახლა ხედავ თხილიანია. ვერიდებით ხილიანს. კახადია. გეგა! აბა მოდი ეხა. სალამ გაუბრასდი. გამოდი. ჩქარა გეგა. ღილაკებით ახლა გამართავ. მოაეს. გეგა დროულად. გეგა ნუტელას შეგიჭამთ. სავსე მაინც იყოს. მე მიოლება. გეგა დროზე. ხედავთ ხალხო. დედა და გაჩიშე. გოდე მიდედიკო ტელევიზორი გამორთე. კაი, დააპაუზებს შენ. გამოვურთე მანამდე? მიან თქვა. კაი, მოდი, ნუტირი ეხა. გეგა, ნუტირი თორე დედიკო საერთოდ არ ჩავთავ. რაღაცას უყურებენ ეხა.
უხმოები აიკვიარეს, რა თმინდა ეს უხმოები მუნჯურებს რო უყურებენ. Got a unit is more this. ადას შუშხი აქვს. ხედავთ, გესმით. დედიკო. ჩაი უნდა მიაყოლო დედიკო მაგას. Look at China. გეგა. მოდი მე თვითონ გაგიბრაზდები. საერთოდ არ ჩაგირთავ ტელევიზორს. მე მარჩი. ეს დილი ტელეფონი გეგამ დამიჯინა. ხო ძალიან მათხოვე და ცოტა ხანი მივეცი და სადაუს და 1%-ზე იყო. მეგონა რომ 20-ის მერე მიწერს იმას რა ქვია. შეაერთეო დასატენა. მეცა. არა მე 20-ზე. 20-ის მერე მე არა. მე 20. მოდი. ჩად. კაი ბიჭი. ოჩა, დედიკო, შენ მაგარი გოგო ხარ. თმა დავვარცხნე და დედიკო, გოიან ხომ ითქრა? მაგიტო. გოიან ხომ ითქრა? ცოტა მოვაჭერი. ქვემოთ, იმიტომ რომ აი როგორ გითხრა, სულ აბუწულ დაბუწულია და დავაცხნა მერე არ უნდა. ხოდა სულ ოდნავ მოვაჭერი. შეჭამე. აი, ჩართე მერე თუ თავიდან დააწევინე, წა. წა. გეგა, წამო. გეგა. არა, გოდეცი მასე მთლად იყვირებს ის კაცო. დაანებეთ თავი, მოვა თავისი. საერთოდ არ ჩავთავ. ტელევიზორი არ ჩავთავ. ქართულის წიგნი აიღე გოდეცი და წაიკითხე. დღეს მთელი დღე ტელევიზორი არცერც არ ექნება. всё. აი ნახე თუ ჩაგართვევინოთ, იმიტომ რომ მე გოდეცის ეშლება ხელი. კითხვაში. გოდე მოდი. გეგა, ეხა შენ ჩემი თუ არ გესმის? მეც არ გავიგონებ შენს სასაწინ. მოდი დროზე. ყველა დუისები წყლით ხალხ. ბავშვებს გეფიცებით საერთოდ არ ვარ დაკლებული. სიმართლე გითხრათ, ვცდილობ მეთქი და ასე შემდეგ თქო მოგატყუებთ. მაგრამ თითქოს და ჭამით არ ვიჭამია გვიან. აი რომ ჭამდი 10-ის მერე 12-ისკენაც და პირველისკენაც რომ მივირთვედი, ეგრე არ გამიკეთებია, მაგრამ მაინც არ ვარ საერთოდ. არც 1 კილო. 63-ო. It's kind of black. ბედესი. წყავილი დაიხამე. ცოტა მინდა ნავატუბო ყავისთვის. იმ ჩაიდნით სპეციალურად არ ვადუღებ, იმიტომ რომ გადავალსე და მე 9-ჯერ ადუღებული არ მინდა რომ გამჭირდეს. გოდე ჩაურთე აბადა. დააპაუზოს და წამოვიდეს. მამიკო რომ მოვა დაბლოკავს და ვერ ჩართავ. ხო. აი, ღილაკებიდან აი თუ ჩართავ ისე მაინც ისე აკრა.
რასაც უყურებ ისეა მაინც. ისიფთება? ვაკებით რომ გამორთო და ისევ ჩართავე. აი რასაც უყურებ, აი დაპაუზებული იქნება. აი დაპაუზებული იქნება. რასაც უყურებ. რაც აცვია ნაჩუქარია ორივე. შარვალიც და ზედაც. მაგიტოა როგორი იმ პავის ვინცეს აჩუქა შარვალი. ეხა დაიწყო ესეთების ჩაწყობა. დედა! ძალიან განიერია ხალხო. ძალიან გაშლილი ჯინსებია. ხო. ქვემოთ მოჭრილია. ცოტა იცით? ცოტა და ქვემოთ არის წამოიდები. ხო და არ ხდება მეთქი მოვიწყები, მაგრამ მე არ ძალიან ისე გაშლილი შავი. მოკლედ მითხრეს ბატონები არ იყოს, იმიტომ რომ ხალხებს ყავდათ ეხა ბატონები აქ. მაგრამ წითელი არ არის. საერთოდ. ეხა წუხელა მიმიცია თაფლი. რახან მე ანუ ნახეთ რატომ მაინც და მაინც რატომ თქვი თაფლი. იმიტომ რომ კვერცხს სულ მიირთმევენ, შოკოლადებს სულ მიირთმევენ. აქედან გამომდინარე თაფლს რო არ მიირთმევდნენ და მე დავუწყე ახლა-ახალს ეს თაფლი ამათ და ანუ თაფლის მიცემიდან მეორე დღეში შევნიშნე რომ ქონდა გამონაყარი. რომელზეც ეკავებოდა და იქავებდა ტანზე. მერე იმ ღამით მაინც მაინც მივეცი და უფრო უარესად ქონდა. ამიტომაც არის რომ თაფლზე ვფიქრობ და მაინც და მაინც თაფლზე გავამახვილებ ყურადღება. ეხლა არ მიმიცია არც ვინმე დღესაც და მერე ნაჭამი როგორ იქნება დე? გოდე, ნაჭამი როგორ იქნება? მერე უთხარი, ჩემი ნაჭამი. It's my bite. It's my bite. It's my bite. Mama punti. გაიდა გეხვეწები ერთამში. მიდი გოდეში. გოდე წიგნი. ხრობით რომ ვერ სწავლობ, კითხვით მაინც ისწავლე, არ ვიცი დედაენა რა. მასე რატო აკდებში? ნოუზი ცხვირია? თვალები. ინგლისურად მეკითხება და თიცი კიდევს და იმით ხდება. ვიდეოა. ვიდეო. ფოტოს Ala picture. ისინი უნდა წავშალო, გადავსებული აქვს. ჩემი ტელეფონი რაღაც ისინებს. ნახეს ის ქუსლიანი ვაჩვენე რომ მოგივიდა მაშინ და სხვათა შორის ვიდეო გადავუღებ გუშინ ამ. მოკლედ შორტა დავტვირთა მაგ ვიდეოებს არა მეტვირთია რაღაც ვიდეოები მე მგონი არა. მოკლედ ვიდეოები რომ მქონდა. მე მგონი არა. გადავხედავ მე რას ვაკეთებ მეც არ ვიცი ხო. You get it upside down. This is upside down. This is very much. მე თო როგორ არ ვიცი ტყვილი იმას შეხედეთ. გადამეტებული საუბარი. ათლა ეგრეა ხო. I look like a ballerina now. I can put it in the head.
They're too small. ცოტა იყო ხა ამას I didn't. რაც დატენილია და No, you need a bigger. კიდევ კაი ამას ერძევისა ერთი ვანა ტანსაცმელი მიდევს გასაფენი გარეცხილი მაქვს დიდი ჩოდა დედა ჩოდა Chocolate. They're very much. კაი სკამი მომეცი კარიდე გამომატანდი When I take yours, წარმოდით მართლა როგორ ვსნობ თავს they'll have mine. ციმ I want the same lemon. But it's not the same color. მოკლედ ეს სხვა They ყავა don't have the star. They don't have the star. ხო და Same color, it's just red. Yeah. ამაზე მე გეტყვით Other. თუ რამე იქნება მაგის მერე Hey guys, Huh. this is chai. This look like? It's not working anymore. It's not gone. წვეის ხავ გარეთ მქონდა ტანსაცმელები გაფენილი შემოვიტანე და შრება ეხა თითქმის რა მშრალი იყო და ცოტა უნდა ამიტომ გაშლილად გავფინე და მე გამოვიტანე უკვე გარეცხლები ეგენიც უნდა გავფინო ეხა მე ამაც შევავიწროვებ Other. იქეთ კუთხეში მივამწყდებ ერთ ადგილზე და მე დანარჩენი უნდა გავფინო აბასაც წავიღო. იმდენი გარეცხელი ხო უნდა გაშლის. Yeah, that's the same tomorrow. Not jelly. ჭამე დედიკო. ჭამე დე. ცხელი არ გაყვარს. დედა დაყარა. წუხელ ღამე მოვწმინდე და ძალიან კაი მარა. მაინც მოსამტვერსასრუტებელი მქონდა. გადავივლი. ჩემმა დედამ თიმალომა ჩუქა 40 საათი ვარ მუხანის უთხარი მაშინ მგონი მაგი ვთქვი მაგრამ მის სახელზე რამე კაბას გამოვიწერ მეთქი და ეხლა მომწერა კურიერმა მესიჯად მოგდის ხოლმე ტემოდან რო იწერ კურიერს გადაეცაო და მას მერე სადღაც 2-3 დღეში მოგდის ამანათი ესე იგი ეწერა 9 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით. ხო და სუსტად. ერთო. მე მგონი ზუსტად წვაში მოვა ორშაბათს. ხვალანზე მაინც რაღაც. გუშინ სულ ყველა ასე დავლია. ასე. იმიტომ რომ ცხელს ვერ გუო და აი ამით. ეხა იყოს. მე დავლი. იმას მაინც დავლი, თქვენ რომ ხედავთ ისე, მაგრამ ესე დავლი გუშინ ყველა მინდოდა რომ დროულად დამივიენ. ცხელია და ცხელყავას ვერ ვსვა. მიგვეს ხოლმე ადამიანების რომ უცებ ცხელი უყვართ და მე კიდე არ გადამდის წარანაირად.
ცხელია. მიწის თხილი შეჭამეთ წუხელ, მუხანი იყო გასული და მოვატანილი. რადგან მეტის ნახევარი იყო რომ მოვიდა. მაგ დროიდან კინოს ვუყურებდი თან და შეჭამე? კიდე შეჭამე? ბიდი დაამთავრე მაგი ბოლომდე. მერე ყოველ წუთას მეძახის დედიკო მშია. პირველად არის რომ გეგამ დამიწყო მშია. არასოდეს ესენი არ იტყოდნენ მშიას. დედა, და ყველა მოვიდე. მერე რა, ადასთან მერე მიხვალ. ჯერ ჭამ და მოვალ მერე უთხარი. თან გადაგისხია აგე რა. რა არის ეს? დედიკომ როდის ჩაგაცვა ეს? როდის ჩაგაცვა? თქვი და როდის ჩაგაცვა? როდის ჩაგაცვა? როდის ჩაიცვი? დედა მაგასაც ვერ ამბობს. დღეს არ ჩაგაცვი ბიჭო? 1 საათი არა ჩავაცვი. გვიან ადგნენ ესენი, საერთოდ გვიან დგები. აი, რატომ ხდება ძვირფასებო? ცუდად გამომივა ეხლა ახლა ნახე სახლშიც რო აკეთებ, იქაც სწორად გააკეთე ხოლმე დე. გააჭიმე ის ხელი. ესე. ნახე ამას ვერ აკეთებ? უყურე როგორ გაქვს? შენ ხელს დააკვირდი როგორ გაქვს? უყურე უყურე როგორ გაქვს? უყურე. ხელს შეხედე, შენ ხელს. შეხედე, ასე არა, ეს გაჭიმე. ესენი მიადე ერთმანეთს აი ესე დე. ყურთანო. კაი ბიჭი ხარ, მაგრამ ნახე შოკოლადიანი ხარ. მიდი დაამთავრი ჭამა და მერე იცეკო. ყველგან ცეკვას. უყვას. ნელა დედიკო. ძალიან უყვარს ცეკვა. გამოსდის კიდევაც. გუშინ უთხრეს გეგა მოღონდა ცეკვოსო და სად ცეკვავს, რას ცეკვავს, არა აქვს მნიშვნელობა და ასე არ არის. მე იქ ვზივარ, სხვებიც ხედან მან. ძალიან კარგად ცეკვავს. უბრალოდ არ მინდა გადავიღო თორე დავდებდი და მერე ხალხიც იტყვის თუ მასე არის, მაგრამ არ არის ხალხო სწორი, იმიტომ რომ გეგა გოდეზე ნაკლებად არ ცეკვავს. გოდეს ერთ დღეს რამდენი შეცდომა ჰქონდა და არც ერთხელ არ მიუღია შენიშვნა, იმიტომ რომ გოდეს ხასიათი იცის და გემრიელად ელაპარაკება. ჯამბული მასწავლებელი. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ ადამიანის, მაგიტომ რომ აი გოდეს იცის, ცოტა რაღაცა როს წყინს და უდგება ისე, როგორც გოდესთვის უკეთესია, ხო? კი, შენ ახლა თამაში გინდა, მაგიტო არ გინდა ჭამო. მიდი დედიკო თუ გიყვარს, ჩაიდალია მაშინ მარტო ჩაიდალი. გეგა მეტს შრომობს, მეტს მუშაობს, მეტს ცეკვავს, აკეთებს ხალხო, სწორად აკეთებს. დაფასება? ანუ რამდენს ვაქებმით მეტს მუშაობს გეგა. მე მაქვს ეგ ხასიათი. მე მქონდა ესე. ერთი პატარა სიტყვა მყოფნიდა რომ მთელი დღე ვირილით მემუშავა მაინც და მეკეთებია ყველაფერი.
გიგა მე მგავს ამ და როცა იმსახურებს იქ ბევრ ამას ვერ არ არის მაგრამ ნახერაშია საქმე მე იმაზე ვფიქრობ ალბათ ესენი კარგად რო ცეკვავენ უფრო მეტ სითხოვს მასწავლებელი და მაგიტომაც თქო უფრო მეც და მეც იმიტომ რომ ბაღის ბავშვი რო არის და გოდემ რაც იცის ყველაფერი რომ იცის ცოტა ახალ ხო ეხა გადავიყვანე რაჭულის ცეკვაზე მე ჩემით ხო მაქვს გოდეს ვიდეოები გოდე ხო ცეკვავს გოდესგან ვასწავლი რამოდენიმე ხა მეც ვიცოდი და ვასწავლე რომ 4 იქეთ 4 აქეთ სხვანაირი სიარულით რო უნდა გარეშიგნით გარეთ ვასწავლი დანარჩენი ახლა მეც ვიდეოსაც უნდა უყურო ზეპირად არაფერი არ ვიცი და აი ესე იქ რა სწავლობდა გოდერძი ვიდეოს უღებდი ჯამბული მასწავლებას მომქონდა და მე ვასწავლედი რა სწავლობდა ანუ იქ გაკეთებული სახლში ვერ მომქონდა და ვერც მე მომქონდა თუ არ გადავიღე ვიდეოს უღებდი და ისე ვასწავლედი გეგასთან არ დამჭირვებია სიმართლე რო გითხრა საერთოდ არ დამჭირვებია იმიტომ რომ გეგა იქ გააკეთებს რო აჩვენებდა უცებ მე სახლშიც მოდიოდა ფიქრობდა ეს არა ამის ნახე შემეშალა აქ ეს არ უნდა და ის უნდაო მე თავისით აზროვნებს მაგრამ ნახეთ გეგას არ უყვარს ლაპარაკი მე რო ეკითხებიან რომც არ იცოდეს და რო არიან ისეთი ბავშვები ხო რომც არ იცოდნენ ხელს წევენ მე ვიციო და მე რო ვერაფერს ვერ პასუხობენ გეგამ რომ იცის მაგაზე არ იცის წამოხტომა და თქმა პასუხის გაცემა ეგ ყველაზე ცუდი აი სულ ვეუბნებ დედიკო რაც იცი და რაშიც დარწმუნებული ხარ შენს წამოიყვირე როგორც სხვები ხო მაგალითად და მე რო გამოდის რო არ იციან შენს შეგიძლია რომ წამოიყვირო და თქვა ეგ ხა მხოლოდ ამ ბავშვებთან კი არ გულისხმობს საერთოდ არიან გინ სკოლაშიც ბავშვები რომ აი მე და მე რო გამიყვან და მასწავლებელი ვერ აკეთებდნენ ეგეც იყო მაგრამ ეს დამოღამებულიც ჰქონდათ მე რომ ამან იცის და დღეს ამას არ გამოვიყვან და ვინც უფრო პასიურად ამბობდა მე ის გამოყავდათ აი ესე ჩემს დროს ესე იყო ან ვინც არ აწევდა ის გამოყავდა მე მასწავლებას და სხვათა შორის ხშირად მე უკვე დიდი რო ვიყავი ხშირად დავწევდი მაგრამ რაღაცებზე პასუხს რო ვცემდი მასწავლებლებს გიждდებოდა ხელს რატო არ წევ გადავიღებ მე ერთი დღე გეგას გავწევ იქეთ მაგიდას ჩაურთავ სიმღერას და არ მახსოვს ეხა ეგ ჯამბული მასწავლებელი რა სიმღერაზე აცეკოს მაგრამ რომელიმეს ჩაურთავ და გეგას ხუთივე ნაერთს როგორც ეკავს იმას გაჩვენებთ დავდებ მე მაგას იმიტომ რომ ნაერთების ერთმანეთზე გადაბმა არ ეშლება რაშიც ბევრჯერ მიიღო შეცდომა ბევრჯერ დაუშვა შეცდომა გოდი სკავსი არ ქონია და იქაც ხო უცეკვავს და არ ჩერდება და ხო ხედავს მასწავლებელი წინ რომ მიდის და წინ იყურება უკანაც ხედავს ვინ რას აკეთებს მართლა სადა ის კაცი ხო ეხა 12-ში გამოყავს მაგრამ მე მგონი ეს პატარებიც და აპრილში 12-ის მე მგონი ხო და არ ვიცი იმიტომ რომ ეხა შემოემატნენ იმათზეც უთქვია იმათაც გავიყვანო ეხა შემოემატნენ გუშინძი გოგორი თუ სამი მოკლედ არ მახსოვს ორი ან სამი არ მახსოვს უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენთან არ არიან ჩვენ ეხა ბიჭები ვართ მარტო სულ მე ბიჭების ცეკვაზე დავდივარ მხოლოდ
მაშინ ხო ერთად იყვნენ, მაგრამ ეხა იმიტომ რომ კონცერტისთვის ემზადებიან, ბიჭებს სალკე ამზადებს, გოგოებს სალკე. იმიტომ რომ ბევრია უკვე და აი არ ვიცი ერთად მზადების პროცესში სად მომზადებს ესენი იმდენი არიან. გოგოები ამეტი ბიჭები არ ყავს ბევრი. გოგოები ბევრი ყავს. ხო და არ ვიცი, იმედია კარგად იცეკვებენ, ისე არ მინდა რომ იყოს, რომ ერთხელ ძალიან გაუფუჭდათ. ერთხელ სულ პატარები იყვნენ ეს იმები პირველ კლასელები, არ მახსოვს. შევხედოთ და რა სიზამე. ერთმანეთში რომ დაემატებიან გოგო ბიჭები, აი ეგ შევხედავთ და რა სიზამენ და იმის მიხედვით ვეტყვი მეც. იმიტომ რომ არ მინდა ისეთი რამე მივიღო ვინმესგან პასუხი, რომ აი პატარებმა გააფუჭეს ცეკვა. ნახოთ, იმიტომ რომ იყო მსგავსი რაღაც, აი მან პირველ კლასში რო იყვნენ, რომ გაუფუჭდათ ცეკვა, აირიმნენ, ხიაცის ქვეშ რო იყვნენ ბავშვები. ბავშვებს კი არა, დიდებს, აი მე გავაზიარე სპეციალურად, რომ აი ვიღაცას ედო ყველაფერი როგორ ჩვენს დროს უნდა მოხდესო, მუსიკა გამოერთოთ, ვიღაცა წაიქცა. მოკლედ ბევრი რამ იყო იმ ვიდეოში მე რო გავაზიარე და მსგავსი რაღაცები ხდება და ამიტომ არ უნდა იყოს მსგავს რაღაცაზე. აი შენ გააფუჭე რომ წაიქეცი მაგიდან რაღაც აი ესეთი საუბრები არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი ხდება. თან უფრო სტაჟიან მოცეკვავეებს მოსდით ხოლმე მსგავსი რაღაცეები და მოსულა მოკლედ ცეკვა ის ხო არ არის. ხანა გისრიალდება ფეხი, ისეთი ისინი არ ცვიათ სრიალად არ ვახტები და გისრიალდება და ეჟგართები და ეცემი. აბა რა იქნება? დედიკო გეგა მეუბნება, ეს კარგად გავაკეთე, ანუ ძალაზე აკეთებს თუ აკეთებს. ძლიერად. გუშინ თქვა მასწავლებელმა რომ მესამეზე ანუ უნდა შევიყვანო იქ მერეო დაჩი მოვაო და აქეთ გეგა უნდა შევიყვანო და გეგამ რო გაიგოეს ზუსტად იმ დროს შევიდა ბიჭებთან საცეკვაოდ და დამხმარე რო ყავს ჯამბული მასწავლებელს იმ გოგომ გამოიყვანა ანუ არ იცეკო იმიტომ რომ ჯამბული მასწავლებელს არ შეუხსენებია მე ეხა უნდა შევიდეს და მე კი დავუძახე აქედან რომ თქვა მეთქი ჯამბული მასწავლებელმა რომ უნდა შევიდეს და აცეკვე მეთქი მაგრამ უკვე და ის რო ყავდა გაყვანილი მე დავეთ ისე შეჩადა არა და არ მიყვარს ბავშვებს რო აკავებენ იმიტომ რომ გეგა რო უყურებს იქ დიდები რო ცეკვავენ არ ჩერდება იმის სწავლა უნდა და მე არ მომწონს რომ ის გააჩერო არ მინდა რა თქმა უნდა ამაზე ვიტყვი ორ შაბათს რომ მივალ ვიტყვი გოგოებსაც რომ არ გააჩეროთ მე მინდა რომ იცეკვოს იმან და ისწავლოს მაგიტომ არიან ამ ბავშვებთან რომ იარონო რომ რამეს შეხედავენ გააკეთებენ ისწავლიანო თორე აბა მარტო ყურებით რას ისწავლი თუ არ სცადე და არ გაიმეორე ვერაფერსაც ვერ ისწავლი ყურებით უნდა გააკეთო თან და აკეთებენ ცდილობენ რაც მასწავლებელმა მაგალითად დიდებს აჩვენა რამდენ დიდს გაუჭირდა და გააკეთეს მაგალითად ილიამაც და გეგამაც ორივე ძალიან კარგად ძალიან ადვილად კი ხა როგორც დიდი ბიჭები და ესე ძალიან ვაშკაცურად ვერ, მაგრამ აკეთებენ. გაიზრდება და დახვეწავს იმ სივაშკაცეც ექნება. ვაიმე როგორ მიყვარს ბიჭები როცა ვერ წარმოვიდგენთ, მაგრამ ეხა ადასრავუყო. ეხვეწებოდა გუშინ ჯამბული მასწავლებელი, ადა არ დადგები, თან ეფერებოდა ისება. არაფრით არ დადგა, არა. თან ესე იყო, არა. რა ვუყო არ ვიცი. მე ვიფიქრე რომ სკოლიდან მეთქი შევიყვან იმიტომ რომ ეხა ბაღიდან ტყუილა ხარჯო ფული ეს არ დადგეს და რაღაცა ეგ არ მინდა სკოლიდან შევიყვან იმიტომ რომ არ არის უნიჭო მოეწევა რომ რამე
იმიტომ რომ ეხლა რო შეიყვანეს ისინი პირდაპირ დიდ ბავშვებთან და გოდეს კლასელებთან შეუშვა და იქნება მის დროსაც ისე იყოს. თუ არა და მე ქალაქში იქ სამეჯლისო ქვია მე მგონი. ტანვარჯიშები და ისინი ერთად აქვს იმ გოგოს. ჩემი მეზობლის ბავშვი არის მაგასა. ჩემი თანასოფლელი გოგოსი. ხო და იქ შევიყვან, შევაგდებ. ცეკვა მაინც, ცეკვა ეწოდინება. და იქეთ ეხა რომ ემატებიან ხოლმე, ნახე, მე-5, მე-6 კლასელები რამდენმა დაიწყეს თავიდან ეხა ცეკვები და ესე მოუნდება იმასაც რომ გაიზრდება, დამიჯერებს. თუ აქ დავრჩით, რა თქმა უნდა, სენაკში. არა, სუგდიდშიც აქებენ, მაგრამ რომ მოგვიწევს მაგალითად ჩვენ გასვლა აქედან. ერთი წელი არაფერი არ მოხდება, მაგრამ შემდეგ უკვე როდესაც ამ კაცმა თქვა ესე გითხრა რომ ერთი წელი არაფერს არ ვაპირებო, მაგრამ თუ მოსვლა გადავწყვიტე თუ რა თქმა უნდა ისე არ იმას ვიზამო, რომ არ გაგაფრთხილოთო ერთი თვით ადრე, ხო? რომ ეხა მოვიდე და გადადითო არ გეტყვეთო, მაგას არ გავაკეთებო, იცითო და ამიტომ ერთი წელი ჯერჯერობით რო გვაქვს ყოფის. ხო და მე თუ მოგვიწია სადმე გადასვლა და ვაიმე ეს გადაბარგება არ მიყვარს და ვერ ვიტან ამას უკვე. ერთ ადგილზე მინდა ქე მაინც ვიყო, იმიტომ რომ ჩემთვის როგორია არ ეცით. ყველგან მჭირდება მიჩვევა ხალხო. სულ სხვადასხვა ადამიანები რო არიან, მაინც მჭირდება მიჩვევა. ახლა არცაც შორს ხარ წავსულ არ, მაგრამ იქეთ კორპუსიდან მე აქეთ არასოდეს არ გადმოვსულ ვარ და არ მქონია აქეთ შეხება. იმდენად შეჩვეული ვიყავი იქ. ძალიან თბილები ხო არიან ყველანი იქეთ კორპუსით. ძალიან მიყვარს იქეთ ხალხი. აქეთაც ეხა არ ვიცნობდი და თავიდან მერიდებოდა რაღაც, მაგრამ ეხა თანდათან შევეჩვიე. ეხა კიდე დროთა განმავლობაში წახვიდე და კიდე სხვაგან ძალიან მერთულება მე. ანუ მიჭირს. ადგილით ხო უნდა შეიყვარო. მოკლედ არ ვიცი. მოხლა ეზეუბნები ქუთაისში წავიდეთ. და ვიაროთ ჩვენ ესე. ძლიერი ყოფილა ქუთაისში ძლიერი ხალხო. მოხლა ეზეუბნებოდი იქნება და იაფია მეთქი და წავიდეთ ქუთაისში თქო. მიყვარს მე ქუთაისი. ძალიან მიყვარს. ეხა იქ ვცხოვრობდი და რამე თქო არა, არ ვიცი რატომ მიყვარს. მაგრამ მიყვარს და რა გავაკეთო. წავედი. დროებით. ბედნიერ დღეს, პოზიტიურს, ნაყოფიერს გისურვებთ ყველას. ძალიან დიდი მადლობა, ვინც იწერთ ჩემს არხს, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენს. კომენტარებისთვის მადლობა, ლაიქებისთვის მადლობა, ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა, ვინც ერთ წუთს წამს მაინც მithმობთ რა მოკლედ დროს, თქვენ ძვირფას დროს, უღრმესი მადლობა.